პირველ რიგში უნდა ითქვას ის, რომ ხელისუფლება, მოქმედი ხელისუფლება, დე-ფაქტო ხელისუფლება არჩევნების შემდგომი დღეებიდან მოყოლებული ცდილობდა, რომ სწორება აეღო, ასე ვთქვათ, 20 იანვარზე. და პირველ რიგში გათვლა მდგომარეობდა დე-ფაქტო ხელისუფლების მის ამორჩეველზე, იმიტომ რომ ფაქტია, რომ ის აღმოჩნდა ძალიან დიდ პოლიტიკურ კრიზისში და ის არწმუნებდა საკუთარ ამორჩეველს, რომ აი მოვა 20 იანვარი ტრამპი შეუდგება მუშაობას და ჩვენც დავალაგებთ ურთიერთობებს ამერიკის შეერთებულ შტატებთან. მას შემდეგ, რაც ასე ვთქვათ, მათივე ნარატივს რომ გავყვეთ, Deep States და გლობალურ ომის პარტიას დაამარცხებდნენ. თუმცა მოვიდა, როგორც ხედავთ, უკვე 20 იანვარი და ძალიან ჩემი პირადი აზრით, ძალიან მცირე დრო დარჩა ამ ნარატივის გაქარწყლებამდე. ძლევთ ამის თქმის საფუძველს, რომ ეს ასე იქნება. ყველანაირი ლოგიკა საერთაშორისო ურთიერთობების სისტემაში ჩახედული ყველა ადამიანი გეტყვით იმას, რომ ტრამპის საგარეო პოლიტიკა საქართველოსთან მიმართებაში იქნება საკმაოდ პროაქტიული. ამას პირველ რიგში განაპირობებს ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესები. ამერიკის შეერთებულ შტატებს აქვს, რა თქმა უნდა, ინტერესები მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში. განსაკუთრებით ბოლო პერიოდში გააქტიურდა ჩვენს რეგიონში, შავი ზღვის რეგიონსა და სამხრეთ კავკასიის რეგიონს გულისხმობ. და ნუ რა თქმა უნდა, ადმინისტრაციები იცვლება, თუმცა ამერიკის შეერთებული შტატების სასიცოცხლო ინტერესები რჩება მუდმივი. და რა არის ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესები ჩვენ რეგიონში, ხო? პირველ რიგში ეს არის საკუთარი გავლენისა და ძლიერების გაზრდა შავი ზღვაზე, შავი ზღვის აკვატორიაში და ზოგადად სამხრეთ კავკასიაში, ხო? და ამის უკუპროპორციულად მისი მიზანია შეამციროს იმ აქტორების გავლენა, რომლებიც ცდილობენ რომ ძირი გამოუთხარონ ამერიკის შეერთებული შტატების დომინაციას ამ რეგიონში. და ასეთი მტერი, ასეთი კონკურენტი, ასე ვთქვათ, ამერიკის შეერთებულ შტატებს ყავს სამი სახელმწიფო, მოკლე და საშუალო ვადიან პერსპექტივაში ესენი არის რუსეთის ფედერაცია და ირანის ისლამური რესპუბლიკა და გრძელვადიან პერსპექტივაში ამას ემატება ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაც, რომელიც ნელ-ნელა უკვე ძალიან აქტიურად იკიდებს ფეხს ჩვენს რეგიონში. საინტერესოა შევხედოთ გლობალურ სურათს და რეგიონულ სურათსაც. უკრაინის ომმა და უკრაინის ომში მიმდინარე მოვლენებმა, ასე ვთქვათ, როლი და წონა სამხრეთ კავკასიის რეგიონის გაზარდა დასავლეთის თვალში. ანუ საქართველოს მისამართით დასავლეთის დაინტერესება შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ არასდროს ყოფილა ასეთი მასშტაბური, როგორიც არის დღეს და ამას განაპირობებს სწორედ უკრაინის ომი, რომელმაც შესაძლებლობების ფანჯარა გაუხსნა, ასე ვთქვათ, საქართველოს და დასავლეთის უფრო მეტი ინტერესი გამოიწვია. ხო, აი რა ხდება უკრაინაში, ხო, რუსეთი სუსტდება, შავ ზღვაზე ასევე რუსეთის გავლენა მცირდება მნიშვნელოვნად, რუსეთმა დაკარგა ბერკეტი ყარაბაღის სახით სამხრეთ კავკასიის ორ ჩვენ მეზობელ სახელმწიფოზე, აზერბაიჯანზე და სომხეთზე. სირიაშიც ვნახეთ, რომ რუსეთმა დაკარგა გავლენა და ის ჩაანაცვლა თურქეთმა. და ამ ვითარებაში ძალიან საინტერესოა, რომ საქართველოს როლი და მნიშვნელობა იზრდება. შესაბამისად, ტრამპის ადმინისტრაციისთვისაც განსაკუთრებული მნიშვნელობა ექნება ამ რეგიონში საკუთარი გავლენის გაზრდას და რაც შეეხება ხელისუფლებასთან, დე-ფაქტო ხელისუფლებასთან ურთიერთობებს, ხო? ამ შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ არც ერთი ადმინისტრაცია, მათ შორის თუნდაც ტრამპის ადმინისტრაცია, რაც არ უნდა დე-ფაქტო ხელისუფლება გვარწმუნებდეს ამას, ვერ დაალაგებს ურთიერთობებს ისეთ მთავრობასთან, რომელმაც ღიად აირჩია რუსულ, ჩინურ, ირანული ავტორიტარული ღერძი, ხო? და თუ კი ეს ასე იქნება, თუ კი ვერ დაალაგდა ურთიერთობები ამერიკასა და საქართველოს შორის, თუ კი ტრამპის პოზიციები იქნება ხისტი და მკაცრი, ამ შემთხვევაში რა მოცემულობის წინაშე დგება ჩვენი ქვეყანა? იგივე ეკონომიკური თვალსაზრისით ეს ნაწილი ალბათ მოსახლეობის დიდ ნაწილს აინტერესებს. ძალიან მძიმე სიტუაციაში შეიძლება აღმოჩნდეს საქართველო და საქართველოს მოსახლეობაც, რადგანაც იმ შემთხვევაში თუ პირველ რიგში ტრამპის ადმინისტრაცია არ აღიარებს ლეგიტიმაციას საპარლამენტო არჩევნების და შესაბამისად ხელისუფლების, ამას ლოგიკურად მოყვება უმძიმესი ეკონომიკური სანქციები ივანიშვილის რეჟიმის მისამართით და ეს რა თქმა უნდა გამოიწვევს ძალიან მძიმე ეკონომიკურ კრიზისს. ხო, ფაქტია, რომ ჩვენ ვართ ძალიან მძიმე პოლიტიკურ კრიზისში, თუმცა ეკონომიკურად ჯერ კიდევ გვაქვს რამდენიმე თვე სავალუტო რეზერვები, რომ გაუძლოთ ამ ეკონომიკურ კრიზისს, თუმცა იმ შემთხვევაში თუ ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან იქნება ხელისუფლების, დე-ფაქტო ხელისუფლების ლეგიტიმაცია,
ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომელიც ცივილიზაციის, ასე ვთქვათ, დასავლური სამყაროს, ცივილური სამყაროს ლიდერი არის, მოყვება შემდგომ სხვა სახელმწიფოების არაღიარებაც. დომინოს ეფექტის პრინციპით და ეს ძალიან მძიმე დაისახება შემდგომ მოქმედ ხელისუფლებაზე. ამას მოყვება მძიმე ეკონომიკური სანქციები, პოლიტიკური, ასე ვთქვათ, საერთაშორისო კეთროვნად მოქმედი ხელისუფლების დასახელება, მათი აღქმა საერთაშორისო კეთროვნად და ასეთ ვითარებაში საქართველოს მოსახლეობასაც რა თქმა უნდა შეეხება ეს ყველაფერი, თუმცა ამ შემთხვევაში ალბათ გათვლა მდგომარეობს იმაში, ამერიკის შეერთებული შტატების ალბათ ახალი ადმინისტრაციის გათვლა იქნება ის, რომ საერთაშორისო წნეხი აიძულებს ივანიშვილის რეჟიმს ძალიან მნიშვნელოვან დათმობებზე წამოვიდეს და ალბათ სავარაუდოდ, იმიტომ რომ უკვე ამ რეჟიმმა გადალახა ყველა წითელი ხაზი დასავლეთთან ურთიერთობაში. პირველი ეს რუსული კანონის მიღება, ანუ ეგრეთ წოდებული აგენტების შესახებ კანონის მიღება, თუმცა ამის შემდეგაც კი ამერიკის შეერთებული შტატები ცდილობდა, რომ დაეტოვებინა სავაჭრო სივრცე მოქმედ ხელისუფლებასთან, თუმცა ამას შემდგომ მოყვა კიდევ უფრო უარესი ნაბიჯები, მათ შორის არჩევნების ტოტალური გაყალბება, შემდგომ იყო კობახიძის განცხადება, რომ ევროინტეგრაციის პროცესი ჩერდება 2028 წლამდე და თუ რუსული კანონის მიღების შემდგომ ჯერ კიდევ იყო სივრცე რეჟიმისთვის, ივანიშვილის რეჟიმისთვის, ახლა ეს სივრცე არ არის დარჩენილი და თუ სავაჭრო, ასე ვთქვათ, მოლაპარაკებებზე იქნება საუბარი, მხოლოდ იმ შეთანხმებით, იმ წინაპირობით, რომ უნდა ჩაინიშნოს ახალი არჩევნები. გასაგებია და რაც შეეხება რუსეთ-უკრაინის ომს, თქვენვე ახსენეთ და მინდა რომ უფრო სიღრმისეულად განვიხილოთ ეს თემა. ჩვენ ვიცით, რომ ტრამპი ამპირებს როგორც ვლადიმერ პუტინთან, ისე ვოლოდიმირ ზელენსკისთან დალაპარაკებას, ნუ ცხადია ახლა მოლაპარაკების პირობები უცნობია, მაგრამ ვიცით ძალიან ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად, რომ ტრამპის მიზანი და სურვილია, რომ სწორედ მან შეძლოს და მოახერხოს ამ ომის დასრულება. მაგრამ საინტერესოა რა ვადებში დაახლოებით, როდისთვის შეიძლება ვიხილოთ პირველი ხელშესახების შედეგი ამ მიმართულებით. ამაზე პასუხს ვერც მე ვერ გაგცემ და ალბათ თვითონ ტრამპსაც გაუჭირდება ამაზე პასუხის გაცემა, თუმცა მე ძალიან სკეპტიკურად ვარ განწყობილი ტრამპის მათ შორის წინა საარჩევნო განცხადებების მიმართ, როდესაც ის ამბობდა, ჯერ ამბობდა, რომ ომს დავასრულებ 24 საათში, შემდგომ ამ ვადამ გადაიწია 2 კვირაზე და ბოლო პერიოდში ხედავთ, რომ ტრამპი ეს განცხადებით ეს ომი დასრულდება დაახლოებით 6 თვიან პერიოდში. თუმცა ასე მარტივად ნამდვილად არ არის საქმე, იქიდან გამომდინარე, თუ ჩვენ გადავხედავთ რა არის თითოეული ამ კონფლიქტში მონაწილე თითოეული მხარის და მათ შორის სავარაუდო პოტენციური მედიატორების მიზანი დავინახოთ, რომ მათ ინტერესებს შორის არის ძალიან მნიშვნელოვანი აცდენა. განვიხილოთ მაგალითად რუსეთის, უკრაინის და ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესები. რუსეთის ინტერესი, რასაც პუტინი ხმამაღლა აცხადებს, პირველ რიგში არის ის, რომ უკრაინამ უარი თქვას ნატოში გაწევრიანებაზე და მოხდეს დემილიტარიზაცია უკრაინის. ანუ უკრაინას მომავალში პუტინის გათვლით არ უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, რომ წინ აღუდგეს რუსეთის აგრესიას ისე ეფექტურად, როგორც ეს მოხდა დაახლოებით 3 წლის წინ, როდესაც უკრაინაში დაიწყო რუსეთის სრულმასშტაბიანი ინტერვენცია. ამისგან განსხვავებით ზელენსკის ლექსი ფრიდმანთან პოდკასტშიც ახსენა, რომ ის მხოლოდ იმ შემთხვევაში დათანხმდება სამშვიდობო მოლაპარაკებებს, თუ ნატოში გაწევრიანების ვადა იქნება უკვე ცნობილი, უკრაინის და ეს გადაწყვეტილება იქნება ნატოს სახელმწიფოების მხრიდან მიღებული და ამაზე მოხდება კონსენსუსი ნატოს წევრი სახელმწიფოების მხრიდან და გარდა ამისა, ზელენსკი აქტიურად საუბრობს იმაზე, რომ აუცილებელია დასავლეთმა და განსაკუთრებით ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გააგრძელოს სამხედრო მხარდაჭერა უკრაინის იმ შემთხვევაში, თუ რუსეთს ისევ ექნება სურვილი, რომ განახორციელოს აგრესია უკრაინაზე, უკრაინას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა თავი დაიცვას ისევ ეფექტურად. მხოლოდ ამ შემთხვევაში აპირებს ზელენსკი დათანხმებას. რაც შეეხება ტრამპს, ამერიკის შეერთებულ შტატებს, ტრამპის მიზანი არის პირველ რიგში, რომ ერთგვარად მშვიდობის მყოფელის მანტია მოირგოს და სწორედ მის სახელს დაუკავშირდეს უკრაინაში ომის დასრულება. ტრამპი ცდილობს სავარაუდოდ შეეცდება უახლოეს მომავალში, რომ ორივე ეს სახელმწიფო და მათი ლიდერები აიძულოს, რომ დასვას მოლაპარაკებების მაგიდასთან. ალბათ როგორც ცნობილია და რაზეც საუბრობენ აკადემიურ და პოლიტიკურ წრეებში ამერიკის შეერთებული შტატების არის ის, რომ
ტრამპი შეეცდება ზელენსკი, ასე ვთქვათ, დაითანხმოს მოლაპარაკებებზე, დაშინებით, რომ ის აღარ გააგრძელებს ამერიკის დახმარებას უკრაინისადმი, სამხედრო დახმარებას, თუ ის არ დაჯდება მოლაპარაკებების მაგიდაზე, რაც შეეხება პუტინის იძულება მას სურს პირიქით, ანუ იმის თქმით, რომ თუ ის არ დაჯდება მოლაპარაკებების მაგიდასთან, მაშინ ის გააგრძელებს უკრაინის სამხედრო დახმარებას და უფრო მეტად გაზრდის კიდე უკრაინის დახმარებას. თუმცა ასე მარტივად ნამდვილად არ არის საქმე, როგორც უკვე გითხარით, მათ ინტერესებს შორის არის ძალიან საერთოდ არ არის თანხვედრა და აქედან გამომდინარე ძალიან გაჭირდება როგორც უკრაინის, ასევე რუსეთის დასმა, მათი ლიდერების დასმა მოლაპარაკებების მაგიდასთან და რაღაც შუალედური ვარიანტის გამოდნობა. ამიტომ მე მგონია, რომ უახლოეს ამ წელს მაგალითად ალბათ შეუძლებელია რომ ეს მოხდეს. ხო, ნუ თავიდან იყო განცხადებები რომ 24 საათში დასრულდებოდა, შემდეგ რიტორიკა შეიცვალა. არა, ფრონტზე არსებული მდგომარეობაც ისეთია, რომ ძალიან ძნელია რომ რაღაც დასკვნები გავაკეთოთ. თუმცა სავარაუდოდ მე რასაც ფიქრობ, ტრამპი გარკვეულ პერიოდის განმავლობაში სანამ ეს მოლაპარაკებები დაიწყება უკრაინასა და რუსეთს შორის ამერიკის შეერთებული შტატების მედიატორობით ალბათ ტრამპი გააგრძელებს სამხედრო დახმარებას უკრაინის, იმიტომ რომ უკრაინას კონდეს უფრო ძლიერი ზურგი და პოზიცია მომავალ სამშვიდობო ხელშეკრულებაში და სამშვიდობო შეთანხმებაში. თქვენ ნატო ახსენეთ და აი ამ მხრივ ძალიან საინტერესოა ტრამპის განცხადება. ის ამბობს, რომ ალიანსის წევრმა ქვეყნებმა თავდაცვის ხარჯები უნდა გაზარდონ მთლიანი შიდა პროდუქტის 5%-მდე. თქვენ როგორ ფიქრობთ, აი რამდენად გაითვალისწინებენ ევროპული სახელმწიფოები ტრამპის ამ წინადადებას? ტრამპმა ნატოზე საუბარი და ნატოს თავდაცვით ხარჯებზე საუბარი ჯერ კიდევ პირველ ვადაში დაიწყო და სწორედ ტრამპის აი ძალიან ხისტმა რიტორიკამ და განცხადებებმა განაპირობა ის, რომ წევრმა სახელმწიფოებმა დაიწყეს უკვე 2%-იანი ზღურის გადალახვა და 2% მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-ზე მეტის დახარჯვა თავდაცვაზე. თუ ჩვენ მაგალითად ავიღებთ 2017 წელს, როდესაც ტრამპი გახდა პირველ ვადაში პრეზიდენტი, მაშინ ნატოს მხოლოდ თორცები 6 თუ 7 წევრი სახელმწიფო ხარჯავდა მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-ს. თავდაცვაზე და დღეს ეს რიცხვი აღემატება თუ არ ვცდები 22-ს თუ 23-ს. ანუ ამან იმუშავა და იმოქმედა და გარკვეულწილად სამართლიანიც არის ტრამპის რიტორიკა სწორედ ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ ნატო ძალიან ისე ვთქვა დისბალანსი არსებობს ნატოს წევრ სახელმწიფოებს შორის თავდაცვითი ვალდებულებების კუთხით, ფაქტობრივად ამერიკის შეერთებული შტატები არის ძირითადი გარანტორი ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურის. ამიტომ ტრამპის ეს განცხადებები არის სამართლიანი 5%-ს რაც შეეხება, აი 5% ცოტა დიდი რიცხვია სხვათა შორის, იმიტომ რომ წევრი სახელმწიფოები ვერ ახერხებენ ფიზიკურად დახარჯონ ამდენი თავდაცვაში, იმიტომ რომ სხვა ვალდებულებებიც აქვს, რა თქმა უნდა, სახელმწიფოს მათ შორის სოციალური ვალდებულებები, ეკონომიკური ვალდებულებები. ამიტომ არ ვიცი 5%-ს რამდენად მოახერხებს ბევრი სახელმწიფო რომ დახარჯოს, აი მაგალითად გერმანია ახლა უახლოვდება 2%-იან ზღვარს, იმიტომ რომ გერმანია არის დიდი სახელმწიფო, მას ძალიან დიდი ეკონომიკა აქვს. შესაბამისად 2%-ის დახარჯვა თავდაცვაზე ძალიან რთული არის ამ სახელმწიფოსთვის. და ასეთი ბევრი დიდი სახელმწიფო არის ნატოში, ხო? არ ვიცი 5%-ზე რამდენად იქნება საუბარი, თუმცა ტრამპი ყველანაირად შეეცდება, რომ კიდევ უფრო მეტად გაზარდონ მისმა მოკავშირეებმა და ალიანსის წევრმა სახელმწიფოებმა უსაფრთხოების თავდაცვის ხარჯები.